ბრძოლას ვაგრძელებთ, განაცხადა დღეს სახალხო კრების ერთ-ერთმა ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა ბათუმში. აქამდე სახალხო კრება კონკრეტულ გეგმას საზოგადოებას არ აცნობდა და მიზეზად ვანო მერაბიშვილის უწყებას ასახელებდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსულ კვალზე ალაპარაკდა და ვიდეო მასალები გაავრცელა. აქვს თუ არა ამჟამად ბრძოლის კონკრეტული გეგმა სახალხო კრებას, რაც თავაზობს იგი საზოგადოებას აქციაზე დაკავებულ და გაუჩინარებულ პირებს. თემურ შაშიაშვილი ისაუბრებს ამ თემაზე. სახელმწიფოს ბატონო თემურ, დიდი მადლობა რომ გვეწვიეთ. სანამ საუბარს დავიწყებდეთ, შეგახსენებთ გადაცემის ფორმატს თუ გსურთ, ასვათ შეკითხვა პირდაპირ ეთერში და დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 27 ან გამოგვიგზავნეთ SMS შეტყობინება ნომერზე 25 და დავიწყოთ საუბარი ბატონო თემურ. დღეს თქვენ განაცხადეთ, რომ ბრძოლას აგრძელებთ, რას გულისხმობთ კონკრეტულად, რა გეგმით აპირებთ ბრძოლის გაგრძელებას? მე არ ვიცი ვის აუგრობს იმაზე, რომ გეგმა არ გქონდა. მე არ მგონია, რომ რომელიმე აქციის წინ ასეთი პროგრამით წარმართული იყო საქმიანობა, როგორც ეს თქვა შესაძლებელი გახდა. რა თქმა უნდა, ყველაფერი ვერ შევძელით გარკვეული პრობლემების გამო, მაგრამ ის რომ პრობლემები ამსეთი დიდ პროგრამას ჭირდება გარკვეული მხარდაჭერა, ყველა პოლიტიკური ძალის ერთობა, გარკვეულწილად საშუალება იმისა, რომ კონდეს ტელევიზია, რომ ადამიანებს გააგებინო, თქვა რა გინდა შენ. და ამას ჭირდება ორგანიზაციული მხარდაჭერა, ფინანსური მხარდაჭერა და ძალიან ბევრი რამ. თქვა ჩვენ გვინდა და შესაძლოა უსვამდით ამ შეკითხვებს აქციის ორგანიზატორებს, როგორც აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, ასევე თბილისის და ჩვენ ვერ ვიგებთ კონკრეტულ გეგმას. თქვა თუ კი ამ აქციას დაარბევდა ხელისუფლება სპეცრაზმი, რას გააკეთებდა სახალხო კრება. მოდი ჩვენ ერთ რამეზე მოხდებოდა 25 მაისის ღამეს, ეს ხო იცოდით სახალხო კრება. არა, მე უნდა გითხრათ, რომ დღეს გავიდა რამდენიმე დღეა რა, 26, 25, 26 მაისის შემდგომ. მე დღესაც მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ არ მჯერა ის მოხდა. ჩვენ ვიხილავდით რამდენიმე ვარიანტს, რა შეიძლება მოხდეს. პირველი, ის რომ გააკეთონ ignorირება, მეორე დაშალონ, მესამე დაარბიონ და მეოთხე, ვთქვათ, გადაიტანონ სხვაგან. ჩვენ ფიქრობდით, რომ ესე იგი დაშლას გააკეთებს უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. დარბევას გააკეთებს მხოლოდ გიჟი. პირდაპირ ამას ვამბობდით ხმამაღლა და ტელევიზიით თქვენ წინა დღეს, რომ ეს შეიძლება გააკეთოს, თქვათ ადამიანმა, რომელიც ქართული ცნობიერებით არ არის და არ აზროვნებს. თქვათ ნორმალურად არ აზროვნებს და გასულია ნორმალური აზროვნების სფეროდან. მაგრამ ვამბობდით, მე ამისვეს კითხა მაშინ კოლეგებმა, თქვენ რო იყოთ, ამ დროს იღებდით გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებას მიიღებდით. ჩვენ პასუხი იყო ერთი. ჩვენ არ ვითხოვთ და ასე იგი იმას, რომ აღლომი არ შედგეს. ჩვენ ვითხოვთ მარტივ რამეს, რომ არ შეიძლება და მომავალშიც ეს ისტორიაში და დამკვიდრდეს, რომ მთავარსარდალი, რომელიც დაწვება ბრძოლის ველზე, მან აღლომი აღარ უნდა მიიღოს. მომავალში, თუ ჩვენ ვართ დავით აღმაშენებლის ქვეყანა, თუ ჩვენ ვართ სერიოზული ქვეყანა, არ უნდა ვაპატიოთ არა მარტო მასია ლაპარაკი, არამედ ნებისმიერ სხვა დროს. მე ამას ვამბობ თემურ შაშიაშვილი, როდესაც ორჯერ წამოვიდნენ ტანკებით, ტანკს დავხვდი და როდესაც სროლა ატყდა, როგორც გუბერნატორს შემცხვარო დავწოლილიყო. და მე არა, მე ვთქვი ერთი რამ, რომ მე რას გავაკეთებდი, მე ვთქვი, რომ ვიტყვი იმას, რომ გამოვალ და ვიტყვი, რომ ვიცი, რომ დაიწყო 26 მაისი არა, ვიტყოდი ასეთ რამეს, რომ ვიცი, რომ მთელი საქართველო ეკრანთან არის. ელოდება რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. არ მომწონს ისაც აკეთებენ, არასწორია, შევაფასებდი ყველაფერი ამას, მაგრამ დაპირისპირებაზე არ მივდივარ, დღეს 26 მაისია. ჩვენ ამას გადავიტანთ სხვაგან და როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, რომ 26 მაისი უნდა იყოს დღესასწაული ტანკების გარეშე და ჯარის გარეშე, არსად მსოფლიოში. ნახეთ თქვენ, იტალიამ აღნიშნა ვებერთელი დღესასწაული, ხო? ტანკი გაატარა. არაფერი ამდაგვარი რამ არ ყოფილა რა. ეს ხო უნდა დამთავრდეს საბჭოთა პერიოდის, თუ იმას ლანძღავთ იმ პერიოდს, მაშინ კიდევ ერთხელ ვიმეორე, ტანკებით და ინფორმით როგორადაც ტარდება საქართველოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ტარდება მხოლოდ საქართველოში და მხოლოდ 25 მაისის ღამით ბატონო თემურობა სრულდებოდა აქციის გამართვის სამართლებრივი საფუძველი. არ გქონდათ მონეტები? არა, ერთი წუთით მე მინდა გითხრათ, ქალბატონმა ძალიან სასიამოვნოა, დღეს მეც პირველად შევხვდი იმ ამბების შემდგომ, ვთქვათ, ქალბატონ ეკაბესელიას. მე ძალიან ბევრი ექსპერტისაგან, ძალიან ბევრი იურისტისაგან, ძალიან ბევრი სამართალმცოდნისაგან მოვისმინე ის, რომ საქართველოში კონსტიტუციის მიხედვით არავითარი ნებართვა აქციას არ ჭირდება. უბრალოდ შეტყობინება ჭირდება. ჩვენ შეტყობინება გაგზავნილი ქონდა, მაგრამ ამაზე არა. შეტყობინება ჩვენ მაშინაც მივეცით, რომ მოვიდა მერიის წარმომადგენელი, რომ არაჩვენეს. ჩვენ მათ უთხარით, რომ ხალხო, ჩვენ არ გვინდა აღლომის ჩაშლა. ჩვენ გვინდა რომ აღლომი შედგეს, მაგრამ შედგეს ტანკების გარეშე და გადაეცით ხელისუფლებას. სცენაზე იყო ის კაცი, როცა წამოვიდნენ უკვე ტანკებით, არა ბოლო მე ვიყავი, რომელსაც მიკროფონი ეჭირა ხელში, როდესაც მე მამაუჩინო წამიკითხე, როგორ და წავიდა და დანარჩენი არა, ჩვენ ყველა ვისმენდით, როდესაც მოვიდა ის პიროვნება, ჩვენთან მოვიდა პირველი 100 წუთზე. მერიის წარმომადგენელი. პირველი 15 წუთზე უკვე დარბევა დაიწყო. პირველი 100 წუთზე ჩვენ ყველანი ვიდექით სცენაზე.
აი უბრალოდ პირველი 10 წუთზე დაამთავრა მან ესე იგი თავისი სათქმელი, ჩვენ უთხარით ჩვენი მოსაზრება და უთხარით ასეთი რამ ბოლო ჩემი სიტყვები იყო, მას მერაც უთხარი, რომ ჩვენ გთხოვთ გადაცეთ ქალაქის მერიას და ხელმძღვანელებს ვინც თქვენად გამოგზავნათ, რომ ჩვენ აღლუმის ჩაშლის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ჩვენი მოსაზრებაა, რომ აღლუმი არ უნდა მიიღოს ერთმა კონკრეტულმა პიროვნებამ არაფერი გადაკეთება. ხუთი დღით ადრე, ხო ამის შესახებ ეკაბეს არა, დიდ რომ მოხდარი იყო დაშლა, ეს იქნებოდა მისაღებიო, მაგრამ არა დარბება ბუნებრივი ამ ფორმაზე მე ვლაპარაკობ იმაზე, რომ ვთქვათ, ეხლა ჩვენ იურიდიულ საკითხებზე ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ თქვენ ხო გითხარით, რომ რას აპირებთ ჩვენ. ერთი მხარე არის სამართლებრივი. სტრასბურგამდე მივა ეს საქმე, მე გარწმუნებთ, აი ბოლო მაგალითს გეტყვით აგერ. გუშინ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და მან გაახმოვანა მისი და საფრანგეთის პრეზიდენტის ბატონი სარკოზის განცხადება გაეროში, რომ სირიაში მშვიდობიან მოსახლეობას მანიფესტანტებს არბევენ და ამის გამო შეზღუდვები დაწესდეს სირიის პრეზიდენტის მიმართ. სირიაში არაფერი სანქციონირებული არ არის, იცით ყველაფერი, თუ იქ გმირობაა, ისასაც სირიაში ხდება. ჩვენთან რატომ არის საწინააღმდეგო, რომ ჩვენ მოამზადებთ ახლა ვთქვათ იგივე წერილს მის სახელზე, როგორც სარკოზის, ასევე პრემიერ-მინისტრის დიდი ბრიტანეთის და ვეუბნებით, რომ ხომ არ შეიძლება ორი სტანდარტი არსებობდეს, არა? თუ ვთქვათ თქვენ უჭერთ მხარს სირიელ ხალხს იმაში, რომ ისინი გამოდიან ქუჩაში, მთელი სირია ხო იქაც არ დგას, არა? 50-100,000 კაცი დგას, როდესაც რამდენიმე მილიონიანია სირია, რა? და ისინი პროტესტს გამოთქვამენ, რომ სირიის პრეზიდენტი არბევს ამ ხალხს. მეტი რა მოხდა ჩვენთან მოხდა უფრო მკაცრი რამით, ახლა მე სცენაზე ვიყავი და გეუბნებით პირველი. ტყვია მომხდა თავში და მე იმ საღამოს ვთქვათ გამიკერეს თავიდან 10 დღე ძალიან ძიმე კომოციური მდგომარეობა მქონდა. რა პირობებში დაგეკავეს და შემდეგ როგორ მოხდა თქვენი დაკავება? უარესი რა უნდა იყოს. ნახეთ კადრები დაკავების. ასე იგი უარესი რა უნდა იყოს, როდესაც მე ვიყავი ბოლო, ვისაც ეჭირა მიკროფონი ხელში, რომელიც ვამბობდი, რომ შევხვდეთ სიყვარულით, ეჭვი არ გვეპარება, რომ არავინ დღეს აქ ამას არ ისვის, ტყვიას არ იტყვის. აი კიდევ ერთხელ გიმეორებთ, არავის არ ეგონა, რომ ასეთი რა მოხდებოდა. არავის. ეს არის ჩვენ ზესტაფონში რაც გააკეთეს, გვეგონა რომ ეს იყო რაღაც წარმოუდგენელი, 10 ჯერ უარესი მოხდა ბათუმში, მაგრამ რაც მოხდა ბათუმში 100 ჯერ და 1000 ჯერ კი არა, 10,000 ჯერ უარესი მოხდა თბილისში. ეს იყო გავერანებული რაღაც სპეციალურად, მე მგონი ერთი კვირა ამ ხალხს ამზადებდნენ იმისათვის, რომ დედა დაევიწყებინათ, ოჯახი დაევიწყებინათ, მამა დაევიწყებინათ, მხოლოდ გინება წოდნებოდათ, ეძახათ ის, რომ ამერიკა ჩვენ მხარესაა, თქვენ რუსეთის ახართ, ტყუილი, უფრო დიდი წარმომადგენელი რუსეთის საქართველოში, ვიდრე სააკაშვილია, არც კი ვიცი, ეს საიტზე შეუძლიათ ნახონ, ან ბოლო პერიოდით შეგიძლიათ ახლა სტოუნი რომ ჩამოვიდა, ვინ ჩამოიყვანა, ნაყოფია ამაზე ახლობელი კაგბ-ს გენერალს არ აყავს და რუსული ფირმაა, რომელმაც ფილმიც გადაიღო და ეს ჩამოიყვანა, აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ ესე იგი ყველა ბიზნესმენი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში ბოლო პერიოდში და მეგობრობენ პრეზიდენტთან, ესენი არიან პუტინის მეგობრები ამავე დროს და ყველა ესე იგი რუსული ფირმა, რომელიც საქართველოშია და რუსული ფირმებისაა საქართველოში თითქმის ყველაფერი, ესენი აფინანსებენ ამ ხელისუფლებას. ჩვენ ამას იგივე ვთქვათ სტრასბურგის სასამართლოში მივიტანთ და საბოლოოდ გვინდა გავარკვიოთ, რომ რატომ არის დაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას და არა საბოლოოდ ეს არის ერთი მიმართულება, მე გითხარით რომ ეს არის მიმართულება ერთი, რომელიც იქნება სამართლებრივი, რომ ჩვენ მთელ სტრასბურგს და ყველას გავაგებინოთ ევროპას, რომ საქართველოში პუტინისა და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის დროშით ხომ არ მოვიდა საქართველოში ანტიქართული ცნობიერების ძალა და ხომ არ დააჯდა ის ქვეყანას და ხალხს თავზე. აი ეს არის ერთი მიმართულება, რომელსაც ჩვენ ძალიან კარგად ვთქვათ ვაყალიბებთ. ეს მოსაზრებები საქართველოს რესპუბლიკაში დაისტამბა, ჩვენ საიტზე tetreb.org დევს, ჩვენი შეფასებები და მოსაზრებები ძალიან კონკრეტულადაა ჩამოყალიბებული, მაგრამ არა, ეს პირველია გუშინ წინ ჩამოვაყალიბეთ, მე ამაზე არ მისაუბრია ჯერ. ეს არის თქვათ ის სათაური არის ასეთი პუტინის და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის დროშით საქართველოს ხალხს და საქართველოში ხალხს და ქვეყანას თავზე დააჯდა ანტიქართული ძალა. არა, ბრალდებებზე ბევრჯერ გესაუბრეთ. არა, ნუ ეგ ბრალდებები ახლა ჩვენ ვიყენებთ ბრალდებებს. ორგანიზატორებმა რა შეცდომები დაუშვით, მე მოვისმინეთ თქვენი სატელევიზიო კომენტარი. მე შემიძლია ბევრი ჩამოგითვალა. შეიძლება, თქვენ აცხადებთ, რომ ჩვენ დაუშვით შეცდომა იმაში, რომ გვეგონაო, რომ პოლიტიკური პარტიები შემოგვიერთდებოდნენ და ასევე საელჩოები გამოგვიცხადებდნენ მხარდაჭერასო. და ეს არ მოხდაო. არის ჩვენი პირველი შეცდომა იყო ის ჩემი პირველი შეცდომა იყო ის, რომ მე ვერ წარმომედგინა, რომ ამდენად სისასტიკით და ამდენად გიჟური ვნებით დაარბევდნენ იმას. გულწრფელად გეუბნებით, გავიდა ამდენი ხანი და
არ მჯერა რომ ეს მოხდა საქართველოში. მომკალით ახლა, ნუ მითხარით რომ არ მჯერა, მე ყველა წევრს როცა გვეუბნებოდი რომ მოხდება ასეთი რა, ვეუბნებოდი რომ როგორ ხალხო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იწყება და ამას ვინ გაბედავს, ვინ გააკეთებს ამას, როგორ უნდა იცხოვროს იმან ქვეყანაში ან ქართველი ხალხი, თქვა მეუბნებოდნენ ქართველი ხალხი შეშინებულია, თორე იგივე განწყობა არის ხალხში, როგორიც თქვა ხედავ ახლა მე ძალიან კარგად, ნუ რაც არის და მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ვისაც ასეთი პრეზიდენტი უნდა, ან ისეთი პრეზიდენტი რომელიც წვება მიწაზე პატარა ხმის დროს და ესე იგი იმას იღებს შემდგომ აღლუმებს იღებს ვისაც ასეთი პრეზიდენტი უნდა ღმერთმა მოახმაროს ამაზე არა აქცია მსვლაში გაიზარდა და აქციის დაშლა არ უნდა მომხდარიყო მარტივი რამის გამო ჩვენ როდესაც თქვა უცხოელი იმისი რო ჩამოყავს ხალხი და იმის გამო ვკეთავთ რუსთაველის პროსპექტზე დაიწყო დღესასწაული ვინ თქვა რომ არ ჩატარდეს აღლუმი ვინ თქვა ეს აბა აღლუმი იყო ის როდესაც მე კონსერვატორიასთან სადაც თქვა ცხოვრობ აი შემდგომ მეორე დღეს სასწრაფო დახმარების მანქანამაც ვერ მიმიყვანა ჩემს სახში ანუ რუსთაველის პროსპექტიდან 1 კილომეტრში და 3 კილომეტრი იქეთ მტოვებდნენ, იმიტომ რომ ვერ მიმიყვანეს, გადაკეტილი იყო ყველაფერი. ეს იმღამით როცა დილით, როდესაც იწყებოდა აღლუმი, სახში ვერ მიმიყვანეს. მე არ მივდიოდი საავადმყოფოში, იმიტომ რომ არ მინდოდა ეს პოზიორობა, ვიმეორებ რომ თავი გამიკერეს, ტყვია თავში მომხდა, გაზით მომწამლეს, თქვენ მითხარით რა იყო, შევგრეკეს რუსთაველის თეატრში, როცა გაწმინდეს ეს ყველაფერი საშინელ მდგომარეობაში ჩააყენეს ხალხი. შევგრეკეს რას ნიშნავს? ნუ აი რა გახსნეს კარები სპეციალურად და ორ იმაში შეუშვეს ხალხი რომ მაგრად ეცემათ. ეს იყო თქვა მოსწავლეთა სასახლე და მეორე კინოთეატრი რუსთაველი. კინოთეატრი რუსთაველში თავისთავად ფილმი მიდიოდა და ღიად იყო, მაგრამ ყველა კარები გახსნეს. და ხალხმა დაინახა ის რომ თქვა როგორ ეუბნებოდა პოლიცია აქეთ არის გზახსნილი და მოდით აქეთო და შეიყვანეს შიგა რა 400-500 კაცი იქ შევიდა 400-500 კაცი სხვაგან შევიდა 400-500 კაცისგან ამდენიმე 1000 კაციდან ასეთ მდგომარეობა იყო არა იქ ესე იგი როგორ მოიქცენ ახლა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ბოლოს სცენაზე ვინ იდგა ნუ სოფლიოში ახლა ნონა გაფრინდაშვილის ტიტულები ყველა უმეცით არა ალექსანდრე მეტრეველი ჩოგბურთის მეფე საქართველოში ხო ლუკა კურტანიძე სოსო ჯაჭვლიანი ანუ თავის სახეობაში სპორტის სოფლიო ჩემპიონები ეს ხალხი იყო ბოლო რომლებიც მოუწოდებდნენ ჩემთან ერთად პოლიციას რომ ხალხო ძმები ვართ სიყვარულით ხვდებით არაფერი გაბედოთ მზადა ვართ რომ ხვალ აღლუმით ჩავატაროთ არა ამათ არაფერი არ ესმოდათ ისეთი დაბჭირება მჩებრო ქართველები არ იყვნენ ხო და როცა ლაპარაკობ ჩვენ შეცდომები ისიც იყო რომ თქვა ჩვენ ეს ვერ გავთვალეთ მე ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საათ ნახევრით ადრე ნუ ახლა ამბობენ რომ ესე იგი ქორწინდება და წავიდა ასე იგი ამანი ნახავთ ერთი ვიზე ქორწინდება როგორ არის რა არის აქაც 1000-ნაირი ხმები არის და ნახოთ რა იქნება ამის შემდგომი საკითხი არის მეორე მნიშვნელოვანი მომენტია კიდე რაც ჩვენ გვეგონა რომ ჩვენ ფიქრობდით რომ ყველა საელჩო განსაკუთრებით ჩვენი მეგობრები ვინც არიან ძალიან სერიოზულ რჩევებს მიცემდნენ ხელისუფლებას მე არ მინდა ახლა ვიფიქრო რომ ღამის 10 საათამდე გადაწყვეტილიც კი არ ქონდა ხელისუფლებას და მე თქვენს რომ ამერიკამ გადაწყვიტაო ამას ხელისუფლებიდან მოდის ეს აზრი მე არ მინდა დავიჯერო ეს იმიტომ რომ მე ამერიკის მიმართ მაინც კეთილად განწყობილი პიროვნება ვარ და მოვადრო როდესაც და კიდე რაც თქვა ჩვენი შეცდომა დაუშვით მე მეგონა რომ პოლიტიკური პარტიები განსაკუთრებით რვიანი ერთად იქნებოდა შეკრებილი როდესაც დაინახავდნენ რომ დიდი ძალა მოდის მით უფრო ჩვენ გვირეკავდნენ ტელევიზია სახლებიდან გვირეკავდნენ რომ აჩვენებენ ტელევიზიები რომ მოდის დიდი ძალა ამას ხო უყურებდა ყველა პარტია მე მეგონა რომ ისინი ერთად იქნებოდნენ და ეს იქნებოდა ვებერთელა სამოქალაქო გმირობა რომ არ აქვს ქუჩის ბრძოლას აზრი არა ქუჩის ბრძოლაზე გადადიან ეს ძალიან აწყობდა ხელისუფლებას ამ ტყუილი ახლა კიდე ერთხელ ვიმეორებ ტყუილი რამე ძალის დემონსტრება ერთი რამე მინდა გითხრათ რა 25 არავით არის რამე ასეთი პირიქით დღეს ყველა პიროვნება დღეს მე მოვისმინე თქვენს ეთერში გამოდიოდა ბატონი მაღრაძე და ვისმენ ყველას რომ საქართველოს ხელისუფლებამ პრაქტიკულად თელ მსოფლიოს თვალში გაანადგურა საკუთარი ავტორიტეტი ამას ლაპარაკობს ყველა პოლიტიკოსი. დღეს ყველა პოლიტიკოსი საუბრობს იმას, რომ არ უნდა ვაპატიოთ ეს, ანუ რა არ უნდა ვაპატიოთ, ის რომ ჩვენ გვცემეს, ჩვენ დაგვარგიეს, ამის პატიება არ უნდათ. ესე იგი, მასადამე მათ პირიქით სალაპარაკო მიეცა, თუ ხედავთ თქვენ, ყველანი ალაპარაკდნენ, მაგრამ ის რომ ქუჩის აქცია მე არ მომიგონებია ქუჩის აქცია. მოქცეულიყო მაშინ ის ხო გაეძლიერებდა თქვენ პოლიტიკურ ბრძოლას, ეს დაკარგავდა თავის პოლიტიკურ პრიორიტეტს, ხო? ანუ ხელისუფლებამ რა არჩევანი გააკეთა? ფიქრობთ რომ არაგონიური არჩევანი გააკეთა? არა, ხელისუფლებამ გააკეთა აბსურდული არჩევანი. კარგი, განვაგრძობთ ჩვენ ამ თემას, მაყურებელი გველოდება. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ხო, გამარჯობა ბატონო ჯაბა. გამარჯობა. გამარჯობა. ხო, მე მინდა ერთი თქვენ სტუმარს კითხვა დაუსვა. ასე რომ იადა ასე რომ აშკარად რომ ლაპარაკობთ. რომ ასე ვიზამთ, იმას ვიზამთ. არაფერს მახნისი არ არის თქვენი სტუმარი ბატონო. მან თელეკი თავისი შეჭამადა. ახლა უნდა რომ აქ მოვიდეს და ბათუმი პოლიგონად გახადოს.
მე ერთი პასუხი მინდა გავცე მას, რომ მამაპაპისეულ სახს გარდა დედამიწის ზურგზე არაფერი გამაჩნია. თქვენ ხართ მოსყიდული მთავრობაში მომუშავე კაცი. ძალიან კარგად გიცნობთ წინა იმაზეც დარეკეთ. ჩემი ხელწერილი დევს ჩვენ საიტზე თეთრები წერტილი ორგ. იქ წერია თუ რაიმეს აღმოაჩენს ვინმე რომ მამაპაპისეულ სახს გარდა, რომელიც 1962 წელს აშენებული, სადმე რამე გამაჩნია ჩუქნი. მაგრამ იმდენად შიშარა ხარ წინა იმაზეც მოგმართე რომ ტელეფონი ყველაფერი ჩვენ ცნობილია, მოდი დავილაპარაკოთ, თქვენ სტუდიაში ვარ მზად წავიდე, ქუთაისში ვარ მზად წავიდე თქვენთან ერთად, აი ასეთი უღირსებით, აი ასეთი დამსმენებით, ასეთი ჩამშვებებით, ბათუმშიც და თბილისშიც და ქუთაისშიც ბევრი რომ არის, ამით რო აჩვენებთ ხელისუფლებას თავს და ამის გამო ძალიან ბევრ რამე გრანტებსა თუ ან კიდე ხელისუფლებაში ხართ, მაღალ ხელფასებს იღებთ, თქვენი დრო დამთავრდება. ვიმეორებ თემურ შაშიაშვილს დედამიწის ზურგზე. მამაპაპისეულ სახს გარდა არაფერი გააჩნია. და თქვენ ვერ მიაღწევთ მიზანს, ან როგორ აპირებთ რა გეკმით? ჩვენ მიზანს მივაღწევთ. მე ამ პიროვნებას და ყველას მინდა უთხრა. ჩვენ საიტზეღან რაც თქვენ თქვით, მე ერთი რამ მხოლოდ მინდა გავიმეოროთ. ჩვენ საიტზე დევს ასეთი რამ დაუჯერებელი და მე წერია 4 რამ. დაუჯერებელი სიმართლე, სინამდვილე, სისასტიკე და სიმდიდრე. მე ყველას ვეუბნები. არ მოგწონ თემურ შაშიაშვილი. აი რაც იმ პიროვნება მილაპარაკა ხო ყველაფერი ტყუილია, თქვათ ეს მართალია. ეს არ ნიშნავს რომ ხელისუფლება არის კარგი. ეს ერთი ნაწილი, მეორე. ბატონებო, საქართველოში არის საქართველოს მოსახლეობის გენოციდი. ეს დაადასტურა მეცნიერთა გამოკვლევამ. ეს გამოკვლევა დევს საიტზე. დღეს პრაქტიკულად განათლება დარბეულია. თქვენ უყურებთ იმას რომ თქვათ აი რაღაც შენობა რო გალამაზდა, ესაა განათლება და უმაღლესი განათლება რა მდგომარეობაშია, კულტურა ხელოვნება რა მდგომარეობაშია. დღეს გაჭირება შევიდა ყველა ოჯახში და ოჯახის ინსტიტუტი ხდება საქართველოში. ოჯახის ინსტიტუტი სიკვდილი საქართველოში. ანუ კიდე უფროსის მამაკაცის როლის დაქვეითება, რომელიც მოხდა ქვეყანაში, ეს არის ერის განადგურება. ჩვენ ვამბობთ მე ხელისუფლებაში მოსვლისთვის არ ვიბძვი, განსხვავებით იმ პიროვნებისა, ვისაც უნდა რომ ხელისუფლებას შეინარჩუნოს თავი. მე მას ვეუბნები რომ თქვენ თუ გინდათ მეკამათეთ იმაზე არის თუ არა გენოციდი. მე ვარწმუნებ საქართველოს მოსახლეობას ფაქტებით რომ საქართველოში ეს ხელისუფლება აწყობს საქართველოს მოსახლეობის გენოციდს. თუ ეს ხელისუფლება რომელიც გენოციდს აწყობს მოგწონთ, სამარცხვინოა ეს. მეორე კიდე საქართველოს ხელისუფლება ცხოვრობს განცხრომით. სურათები ნახეთ, საცხოვრობენ ხელისუფლების წარმომადგენლები. აი ნახეთ მაშინ, აი ამ პიროვნებას ვეუბნები, წადით სიხარულის ქუჩა ნომერი 5-ში, თბილისში. და ნახეთ, სოფლიოში თუ არსებობს პრეზიდენტი, რომელმაც პრეზიდენტობის დროს ასეთ სასახლე ააშენოს. და აი ამის შემდგომ, აი ჩვენ როცა ყველა მოსახლეს, ყველა ადამიანს გავაგებინებთ და ვეთქვით, ჩვენი ბრძოლა არის არა თანამდებობისათვის, არამედ ჩვენი ბრძოლა არის იმისათვის, რასაც ქვია მამული, დემოკრატია, შიმშილის წინააღმდეგ და ღირსეული მომავლისათვის. რატომ ვერ გააგებინებთ, როგორ ფიქრობთ? არ არის ტელევიზია. ჩვენ რატომ მივედით ტელევიზიასთან ბათუმში? რატომ მივედით თბილისში ტელევიზიასთან? რით დავიწყეთ? ვთქვით რომ არაფერს არ ვითხოვ, დღესაც არაფერი არ უნდა, ეს ხელისუფლება დამთავრდება ერთ თვეში, როგორც საქართველოში ტელევიზია იქნება თავისუფალი. ხო, მაგრამ პირველმა არხმა ჩართო თქვა იგივე, ხო, პირდაპირ ეთერში. შეცდომა დაუშვეს თბილისში, ესეც შეცდომა იყო, რომ 15 წუთიანი ჩართვა კი არა. თქვენ გახსოვთ, ჩვენ ბათუმში რას ვითხოვდით? ბათუმში ჩვენ ვითხოვდით ასეთ რამეს. არა ჩვენ, არამედ ბათუმელები, ვისაც აირჩევდნენ ის 1000 კაცი, ძალიან საინტერესო პიროვნებებს მიცეთ რეკომენდაცია, შედიოდნენ რედაქციაში. ესე იგი ტელევიზიის ხელმძღვანელობა, აჭარის ტელევიზიის, სახელმწიფო ტელევიზიის ხელმძღვანელობა, ესტუმრები ჩდებოდნენ ერთმანეთის პირისპირ, ყველა ჟურნალისტი ისმენდა ამას და მიდიოდა პირდაპირ გადაცემა, როგორი უნდა იყოს თავისუფალი ტელევიზია. ტელეარხის დათმობა და თქვენ იცით რომ 4 ტელევიზია მერე გამოვიდა, 4 პარტია გამოვიდა და თქვენს რომ ესე იგი ისო რატო აძლევთ ამას, ესე იგი კრებას რატო აძლევთ, ხო ნახეთ არა ესე. ჩვენ არ ვითხოვთ რომ ჩვენ მოგცეთ, ჩვენ არ ვითხოვთ ამას. ჩვენ ვითხოვთ ერთ რამეს, აი აგერ ვეუბნები იმ პიროვნებას, რომელიც აი ესე გამოდის. ჩვენ ახლა მივმართეთ და უთხარით პირველმა არხმა, რუსთავიორმა და ესე იგი იმედმა სახელმწიფო ტელევიზიები რასაც ქვია, ჩვენ მოგცეს საშუალება გამოვიტანოთ პროექტი საქართველოს მოსახლეობის გენოციდი. მოისმინოს ეს ხალხმა, გამოვიდეს ხელისუფლება, დაჯდეთ ჩვენთან ერთად თუ უნდა. არა, რომელია დამოუკიდებელი? არც ერთი თქვენ თუ ფიქრობთ რომ რუსთავიორია დამოუკიდებელი, კი, აი ამაში გეთანხმებით ფორმალურად, მაგრამ ყველაზე მეტად, როდესაც რუსთავიორი იმედი აკეთებს აი ასეთ 1 საათიან გადაცემებს, არა ჩვენ ვამბობთ რომ მოგეცით ჩვენ 1 საათი, ისევე როგორც ჩვენ საქართველოს
დაესტიერებათ აკადემიის პრეზიდენტს ბატონ თამაზ გამყრელიძეს. ამ დღეებში მივმართავთ წერილით და ვეტყვით, რომ ჩვენ გვინდა აკადემიკოსებთან შეხვედრა და წარუდგინოთ კვლევა საქართველოს მოსახლეობის გენოციდი. აი ჩვენ მივდივართ სწორედ ინტელექტუალური რადიკალიზაციის გზით, აი ამ ძალისმიერ რადიკალიზაციას დაუპირისპირებთ ამას. არავით არის ბრძოლის გაჩერება, ეს არ არის ბრძოლა თანამდებობისათვის, გეშლებათ ვინც ამას ფიქრობთ. კრება არ არის ხელისუფლებაში მოსვლის მექანიზმი. ხელისუფლებაში მოსვლა უნდა მოხდეს მხოლოდ არჩევნებით. ჩვენ რვიანს რომ ნუ შეყავს ვინმე შეცდომაში ხალხი არაზოს არ გვიტყვამს რომ არჩევნების გარეშე ვინმე უნდა მოვიდეს უბრალოდ ჩვენი განსხვავება არის მხოლოდ ერთ რამეს ჩვენ ვამბობთ ამ ხელისუფლების ხელში ვერ ჩატარდება დემოკრატიული არჩევნები კი ბატონო იყოს ეს ხელისუფლება მაგრამ რომელიმე ევროპამ ან რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები საქართველოში ან ეს ხელისუფლება წავიდეს არ იყოს არჩევნები ჩატარების პულტთან და ეს იქ თორე დღევანდელი რვიანის განცხადება როგორია არჩევნები ჩატარდება გაყალბებითო ისინი ამბობდნენ მე გამოვიდეთ ქუჩაშიო არჩევნების გამო კი არ უნდა გამოვიყვანოთ ხალხი ქუჩაში საქართველოს მოსახლეობის გენოციდია და ხელისუფლება ცხოვრობს განცხრომით ვიმეორე აი ერთი მაყურებელი შემდეგ განვაცობ დაუცილებლად გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში მოგესალმებით ბატონო ჯაბა მოგესალმებით ბატონო მე მინდა ფლეცინა გამომცლელი კაცი რო იყო ესეთი მოსყიდული ხალხი ბევრი გამოა ბატონო თემურ ვნახე ესენი ბევრი აკაცის მაყურებლის მოსაზრება დარბევაზე თბილისში არ ყოფილა ვარ მაგრამ ვიღავი ამ ტელევიზიასთან თქვენ გეცნობ და თქვენ მიცნობთ მე უბრალოდ არ მინდა ეხლა გვარი და სახელი დავასახელო ხო და რაც შეეხება ტელევიზიაში მოწვეული ყავდა ჯაბას კაციტაძე ბატონო თემურ უბრალოდ გეკითხებით თუ დაუშვი რაღაცა იგი კაციტაძის თან საუბარში რომ მე მგონი რვიანის არ გაიზიარებს საზოგადოება მე დიდი პოლიტიკოსი არა ვარ მაგრამ სამართლიანი ქალი ვარ რომელიც მუშაობს საზოგადოებასთან და იმ ხალხთან რომელთაც თოდა ნორმალური აზრი და იგი მოეთხოვებათ რომ ეს ხალხი იძახის ისევ არჩევნები რამდენი არჩევნები ჩატარდა უსამართლოდ და რა გაკეთდა ეხლა ჯერ არ რვიანს რომ ამერიკა და ევროპა დაეხმარება და სააკაშვილს ჩაატარებიებენ ისეთ არჩევნებს რომ ხალხისთვის იქნება მე არ ამჯერა და თქვენთვის რა არის მაშინ ისაღა ისევ საპროტესტო აქციები უნდა გაიმართოს თქვენ ამას ფიქრობთ მე მგონი ბატონო ჯაბა ნამდვილად უნდა გაიმართოს 26 მაისი კი არა 7 ნოემბრიდან უნდა დაიწყოს 7 ნოემბერი 2007 წლის 7 ნოემბერი იყო ხო იქიდან 2009-ში რო იყო კიდე და აი ამას თუ არ მიეცა სამართლებრივი საფუძველი და 26 მაისს არაფერი საარჩევნო გარემო შეცვლით არ შეიცვლება არაფერი გავიგეთ თქვენი მოსაზრება დიდი მადლობა ძალიან საინტერესოა რომ თქვა ბათუმში ეს ძლიერდება ეს პოზიცია უბრალოდ მე მინდა გითხრა ბატონ ჯაბა თქვენ უნდა დაადასტუროთ ანუ უარყოთ ის რომ მე თქვენთან ყველა გამოსვლაში ნუ თქვა სულ 2-3 როცა მქონდა ამის საშუალება გამოსულიყავ ყოველთვის ვამბობდი რომ მე ვადასტურებ პატივისცემას იმ რვიანისადმი რომელიც მოლაპარაკებას აკეთებს ვამბობდი რომ ბევრს განსხვავებული აზრი აქვს კრებაში მაგრამ მე ეს პოზიცია მიმაჩნია რომ სწორია მე ვამბობდი ერთ რამეს რომ შესაერთებელია მოლაპარაკების პროცესი ქუჩის პროცესი ანუ ხალხის გავლენა საქართველოს მეგობრები ვინც არიან გარე თუ ისინი მართლა საქართველოს ნამდვილი მეგობრები არიან და საქართველოს გარე ცხოვრები ქართველობა ამ 4 ბოძზე უნდა დაშენდეს ერთიანი თქვენი საპროტესტო აქციები დაეხმარებით რვიანს რომ ან მიიღოს ჩვენი საპროტესტო ჩვენ კი არ ვეხმარებით მას ჩვენი პროგრამა არის თვითონ ოღონდ ცოტა უფრო რთული ჩვენ არ ვითხოვთ მარტო პასპორტების რაღაც ამება ჩვენ ვითხოვთ რომ იმედი უნდა დაუბრუნდეს მე პატრონეს სახელმწიფო აპარატზე უნდა მიქნეს მიღებული კანონი უნდა იყოს ოპოზიციის შესახებ კანონი უნდა იყოს ჯართან დაკავშირებით დეპოლიტიზაცია პოლიციასთან დაკავშირებით აი ესენი ყველაფერი არის მისაღები ამასობაში აქციაზე დააკავეს არაერთი ადამიანი იგივე აჭარის ტელევიზიის წინ პიკეტირების ბრალდებით მათ შორის საინტერესო რომ ლიდერები ვინც ჩანდით და მათ შორის თქვენ ხართ ყველანი თავისუფლად თითქმის ყველა და დაკავებულია ძალიან ბევრი გვიშვიდი ესე იგი უნდა გითხრათ ერთი რამ როგორ აპირებთ მათი უფლებებს ამ ხელისუფლებას ჯერ ამისთვის ვარ ჩვენ ჩამოსული მნიშვნელოვანი როდესაც ახლა ვთქვათ ბატონი გოჩა მუხაშავრია ბატონი ხვიჩა გამარჯობაძე ბატონი დიმიტრი ჭეიშვილი ბატონი დავით ფერტენაძე ბატონი ანზორ სალომონიძე ბატონი ვალხასიორიძე ბატონი ტარიელ ფუტკარაძე ესენი მიდიან იცით რომ 2-დან 4 თუ 5 წლამდე აძლევენ იმას 7 პიროვნება კიდე ეგ ძალიან საინტერესო ასევე ადამიანები დაკავებული არიან ერთვიანი და ორთვიანი ესენი გმირები არიან ესენი იცოდეთ თქვენ ხალხი ესე როგორც გმირები გამოვლენ იქიდან ხო მაგრამ თქვენ გეკნებათ შესაძლებლობა რომ დაადასტუროთ რომ ისინი არიან უდანაშაულო რა თქმა უნდა დღეს აი ვთქვათ ქალბატონი ეკა ბესელია და ეს იურისტი ეს გუნდი აკეთებს ძალიან დიდ საქმეს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ მე უბრალოდ ყველას მინდა უთხრა რომ აი ნახეთ თქვენ როგორ არის აი ლიდერებს
ну ეხლა რაც მე გადავიტანე საკუთარ თავზე, მე უვარეს არ უსურვებდი არავის. ესე იგი იქამდე რომ თქვა სახეში არ გეხებიან, მაგრამ თავში მოხვედრა, სისხლის ისა ფეხებში, იმის რაც ვიათ ფეხებზე ხედავთ იმის რტმევა და ნუ რაღაც იმის ისინი და ნუ ეხლა როდესაც ეს რომ ლიდერები და ცნობილი სახეები არ არიან დაკავებულები ეს თემაში ასე ხდება ყოველთვის რომ აშინებენ სხვა დანარჩენს და ეუბნებიან იმათ ეხლა იჭერენ იმისთვის რომ თქვით მათზე რაღაცეები და იმიტომ რომ დაჭერილი ისინი იმათ იციან რომ არაფერი ხელში არ აქვთ და იქნებ დაჭერილები შეაგროვონ რომ მე ჩვენზე გამოვიდნენ ეხლა უმათ ეუბნებიან რომ აი თქვენ თქვით რომ ეს იმართებოდა რუსეთიდან რაღაც როგორც იმას ქონდა იმ ფილმში რომ აი ტუნელით გავქონდა ისინი რაღაც ციგნის ის მოიგონეს კიდე ძალიან ბევრი რამ პროფესორი ამერიკის აკადემიის წევრი თანაც ფიზიკური აკადემიის წევრი მერაბ ჯიბლაძის ციგზე უნიკალური პიროვნების იმაზე ააგეს ყველაფერი ეს არის სამარცხვინო მდგომარეობა ჩვენ ამ ხალხს არათუ დავიცავთ ყოველნაირად ამას მივყვებით სტრასბურგამდე ყველაფერი რაც შეგვეძლება მე დარწმუნებულია რომ ბათუმში ძალიან ბევრი თანაუგზნობს ამ ადამიანებს ვინც დაკავებულები არიან მე უბრალოდ მარტივ რამეს გეტყვით თქვენ წაიკითხეთ გუშინდელი ალია არაფერზე არ არის ლაპარაკი. აი რასაც მე ვლაპარაკობ, ყველაფერი ტყუილია. კი ბატონო, ესე იგი, ჩვენ არ ვარგი ვარ, ჩვენ ცუდები ვარ, ჩვენ ესე ვართ, რაც გინდათ ის გვიწოდეთ, მაგრამ თუ გუშინდელ ალიაში რა წერია, რომ 7 კაცი გაიყვანეს ტყეში, თბილისთან 40 კილომეტრში, შეუკრეს ხელები უკან ბაწრით 7-ვეს, გადააბეს ერთმანეთზე, გაუშვეს ტყეში, 2 დღეა ეს ხალხი დადიოდა ტყეში. დიახ, ერთი ადამიანი 21 წლის ბიჭი. როგორ? ადასტურებს კერა პიროვნება ყვება და პიროვნება რომელიც ერთი შეიშალა იქ ჭუიდან გადავიდა 21 წლის ბიჭი სავატყობოში წევს. რამეთი რა მე ამიტომ გითხარით ახლა მე გესაუბრები თქვენ იმ სტატიით რომელიც გამოქვეყნებულია გუშინდელ ალიაში. არის საინტერესო არის თორემ არა ნუ მე კიდე ერთხელ ვიმეორებ არსებობს ხარაული რომელმაც დაადასტურა რომ თქვა მართლა შეხვდა ხელგადაკრულ 7 კაც ადამიანს ზუგს უკან ხელები შეკრული ქონდა ტყეში გაუშვეს ეხლა ასეთი ფაქტი ძალიან ბევრია რაც მე დააშენეს და ისინი მტო წაიყვანეს არაფერი წაიყვანეს ტყეში რომ ეგონათ რომ მეორე დღეს ვიღაც მოვიდოდა კიდე ეს ქონდა ჩვენი პროგრამა აი ეს ეშინოდათ რომ თქვა აი მეორე დღეს ხომ არ შეიკრიბებიან და რაღაც ამბავი ბაყრობელი გოლოდება და მოვსმინოთ გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში საღამოშიდობისა ბატონჯერო საღამოშიდობისა იყო დრო რომ ძალიან როცა ქუთაისის გუბერნატორი ბრძანდებოდით ძალიან წარჩინებული პიროვნება ბრძანდებოდით აკეთებდით თვითმფრინავებს, მანქანებს. ახლა დრო დადგა რომ იმ თქვენს გაკეთებულ თვითმფრინავში და მანქანაში ჩაბრძანდეთ, დაბრძანდეთ და დაბრძანდეთ რა. აცალეთ ამ თავრობას მუშაობა, აყვავება და აშენება. როგორ ამდენი თქვენი ზედმეტი ლაპარაკი. კი ბატონო, მე ამ ხელისუფლების აქტივისტებით გეკიდებით და თქვენ კიდე ერთხელ მინდა გირჩიოთ. წაიკითხეთ ის, როგორ უწყობენ საქართველოს მოსახლეობას გენოციდს. მე წეგან ერთი ფაქტის დასახელება, მაია ნადირაძეს 200.000 ლარი აქვს მიღებული ხელფასი წლის განმავლობაში. მაია ნადირაძეს თავის ხელით აქვს დადასტურებული 195.000 ლარი. მე გეუბნებით ადამიანებო მონები ხომ ხართ ყველანი რომელსაც იმ ხელისუფლებასთან გინდათ ურთიერთობა რომელი ხელისუფლება ერთი წუთით რა 195.000 ლარი რომ აქვს ხელფასი იმ ხელისუფლებას რომ აქებ 100 ლარს რომ აძლევს არა მაშინ 1000 ლარს სოფლიოში მითხარით ერთი ხელისუფლება სადაც ხელისუფალის ხელფასი 20 ჯერ მეტია ვიდრე პენსიონერის ხელფასი ჩვენ თუ გვინდა დემოკრატიული რასაც ესენი გვეუბნებიან 10 მილიარდია საქართველოს ვალი ყველაფერი რაც შენდება საქართველოში შენდება ვალებით საქართველო ინანებს იმათ რაც კეთდება ყველაფერი ამით და მოვა ეს დრო ძალიან მალე და მოდის უკვე მე ამ ადამიანებს მინდა უთხრა რომ როდესაც რა ბიუჯეტია რომელ ბიუჯეტია 150.000 ლარი სტინგი რომ ჩამოდის ბათუმის მერია რიცხავს 150.000 ლარს სტინგი რომ ჩამოდის კი ბატონო თუ ბათუმლები მხარს უჭერთ იმას რომ 150.000 ლარი აი ამ პიროვნებისგან უნდა გადარიცხოს ქალაქის მერია თუ 60 მილიონად რესტორანი უნდა აშენდეს რომელიც შენდება აი აქეთ ბათუმის მერიამ უნდა გაიღოს და თუ ბევრი ასეთი რამ და ამას ვეძახით ჩვენ მშენებლობას ეს არის ჩვენი შვილთაშვილების და ჩვენი შთამომავლობის ხარჯზე აშენებული მაგრამ მაგ თუფლება რომ მოსწოდეთ ის ყველაფერი რაც შენდება მე არ ვარ წინააღმდეგი მე არ ვარ მე გიხარი იმას რომ მე გიდასტურებ თქვენ პატივისცემას მაგრამ სოფლიოში არ არსებობს მე კი არ უწოდებ მას სოფლიოში არ არსებობს ადამიანი რომელსაც მოწონდეს ხელისუფლება რომლისგანაც წასული პიროვნება 200.000 ლარს მაია ნადირაძე ხო წასულია მასგან 200.000 ლარს იღებს
ქუთაისშია გაფორმებული, როგორც თქვა ერთ-ერთი რაღაც ორგანიზაციის წარმომადგენელი, აი სახელმწიფო იღებს 200,000 ლარს იღებს წელიწადში სახელმწიფო ფულს. ეს ორგანიზაცია იღებს? დი, არა, თვითონ პიროვნება ერთი ქალი მაია ნადირაძე. პიროვნება რატომ იღებს ამ ფულს? კიდე ერთხელ გიმეორებ, პიროვნება სადაც მუშაობს, ანუ ეს მუშაობს აი ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში. საიდანაც ფულს ვინც ვიხდით ენერგეტიკის ფულს ის იმ ფულიდან იღებს 200,000 ლარს წელიწადში. ეს ხელფასი მეტია, ვიდრე ლატვიის პრეზიდენტი იღებს, ესტონეთის პრეზიდენტი იღებს და ძალიან ბევრი ევროპული ქვეყნის პრეზიდენტები იღებენ. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ თქვათ უკრაინის და ყოფილი საბჭოთა ქვეყნის არც ერთი პრეზიდენტი არ იღებს, სადაც მაია ნადირაძე რომ იღებს წელიწადში ხელფასს. მე გითხარით თქვენ მარტივი რამ როცა სოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, როცა პენსიონერს აქვს 80 თუ 100 ლარი 20 ჯერ მეტი, ანუ 1600, 2000 ლარზე მეტი არ უნდა კონდეს. როცა მოგწონს ჩვენ ის, რომელიც გაზებებია, ხო ჩვენ გვეწურება საუბრისო და ამიტომ მეკითხებ კონკრეტულად გითხრათ იმის შესახებ, რაც აპირებთ, თქვათ ვისთან ერთად აპირებთ ამ ბრძოლის გაგრძელებას, იგივე ლიდერების ბევრი ლიდერთაგან ბევრი არ ჩადნა დღეს თქვენს გვერდით, იგივე თქვათ ცოტრიანანიძე ან ნიეს ბოლქვაძე და იქნება ისე საპროტესტო აქციები, თქვათ ნიეს ბოლქვაძე არის ძიმე მდგომარეობაში, დღეს ჩვენ შევხვდით ძალიან კომიტეტის მთელი შემადგენლობა და სათათბიროს მთელი შემადგენლობა განწყობილია სერიოზულად. ეს ხალხი უპირველესად ყოვლისა დღეს ნახე ადამიანი, რომელმაც თქვა, რომელიც მოვიდა და თქვა, რომ მე არ მქონდა წაკითხული ეს დოკუმენტი, რასაც ნიშნავს საქართველოს მოსახლეობის გენოციდი. მეზობელ-ბეზობელ, ქუჩა-ქუჩა რო ვიარო, ყველას გავაგებინებ. თუ თქვენ რაიმე ტყუილს წერთ ამაზე, თქვენ აგებთ პასუხს, მაგრამ თქვენ ციფრებს მე დავეხნობი. თუ ეს მართლაც რეალურია, ჩვენ მომავალი დაკარგული გვაქვს, რომ ბათუმი ბათუმლებს აღარ გვეკუთვნის, ზესტაფონებს აღარ ეკუთვნის საქართველოს საპროტესტო აქციების გამო. საპროტესტო აქციები, საპროტესტოა ყველაფერი ის, რასაც ჩვენ დღესაც ვიწყებთ და ჩვენ იმ დიდი მარშით, რომელიც ინტელიგენციაში გაჩნდა, რომ მშვიდობის დიდი მარში ძალადობის წინააღმდეგ, საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება. რა იქნება ეს მარში, თქვათ, ანუ როგორ იქნება ეს? არა, ნუ აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ რეალურად მხარს უჭერთ არა მარტო იმას, რომ თქვათ საარჩევნო გარემო შეიცვალოს და უკეთესი იყოს, არამედ ჩვენ ლაპარაკობთ რეალურად დემოკრატიულ გარემოზე. ჩვენი მიმართულება იქნება აღებული აი ესეთი სოციალური მდგომარეობა არის კატასტროფული. ჩვენ ყველას ვეუბნებით. ჩვენ აი ზუსტად მე გეუბნებით ამ იმას, რომ ჩვენ დღეს ქუჩა-ქუჩა, ეზო-ეზო, ვისაც აქვს საშუალება რომ ვიაროთ თელს მოსახლეობას პირველ რიგში ამ ხელისუფლების მომხრეებს. უნდა წავაკითხოთ ეს და უნდა უთხრათ. თეთრები წერტილი 2 შედით წაიკითხეთ. საქართველოს მოსახლეობის გენოციდი. ჩვენ როცა თუ ამას რომ წაიკითხავთ, მაინც იმაზე დარჩებით, დაუჭერთ მხარს, კი ბატონო, დარჩით, მე პატივისცემით ვიქნები თქვენს მიმართ, მაგრამ მეცოდინება რომ მე ვარ ამ შემთხვევაში ამბოხება და თქვენ ხართ, თქვათ, აი იმ ფსიქოლოგიის ადამიანი, რომელსაც მიგაჩნიათ, რომ შეიძლება არის თქვა დაკარგულები, რამდენი მათი რაოდენობა. დაკარგული არის ძალიან ბევრი. დაკარგული არის ძალიან ბევრი. ჩვენ დილის 8 საათზე გამოვედი მე უკვე თქვა სადაც ვიყავი იმაში ექიმები ეუბნებიან რომ უნდა გადავიყვანოთ საავადმყოფოში ისეთ მდგომარეობა. როცა დაგაკავეს მაშინ საწაკი ყვანეს დაკავების დროს. პირდაპირ მაშინ სასტუმრო მეტრო რუსთაველთან, სადაც იქ რაღაც ჯგუფს ელოდებოდნენ, მე ესე დამამბრუნეს მაშინ რა ქვია სასტუმრო საქართველოში. მე უთხრეს რომ ესე იგი წაიყვანეთო და სადმე არ ვიცოდი. მე ვეუბნები რომ სისხლი მდის, ვარ მძიმე მდგომარეობაში. საქართველოში რა ხდებოდა? სასტუმრო საქართველო არა უკაცრავად ისა კინოთეატრი რუსთაველი. ესე იგი იქიდან რო გამოვედი, ნუ უბრალოდ ვატყობ იმას რომ და გონება დავკარგე, ჩავიკეცე. მე იმათ უთხრეს რომ ხელში არ შემოგვაგტესო მესვის ამის ისინი და გაიყვანეთ სადმე გარეთ, ნუ ეხლა მაგათაც არ აწყობ და დღესაც რამდენიმე პიროვნება ვიცი ჩვენ რომ საავადმყოფოებში წევს ჩუმად. ძიმე მდგომარე აციცია რა გააკეთონ. ნუ რეალურად ეხლა ხედავდნენ რომ მომაკვდავი ადამიანი, ანუ სისხლი რომელსაც დის და გააკეთეს ასეთი რა რომ მე როდესაც უკვე ვატყობ რომ 5 პიროვნებას რომ მიყავარ არ ვიცი საით, მე ვეუბნები მათ რომ ძიმე მდგომარეობაში ვარ დამსვით სკამზე, ხელი გამიშვეს, მახსოვს რომ რამდენიმე ნაბიჯზე წავიკეცი, რომ გამოვედი აზრზე ვიწექი გრიგოლ აბაშიძის ქუჩაზე ტალახში წვიმა იყო საშინელი. ანუ მიგეტოვეს ქუჩაში. დიახ. პრომატო სურდათ თემურშაშაშვილის დაკავება, შემდეგ ასე თემურშაშაშვილის დაკავება რომ სურვილი რომ ქონებოდა, თავის მე მას ვეუბნებოდი, მე მოვდივარ თქვენთან გაგაზრდებთ. პირველი ეს იყო ჩემი კითხვა. თქვენ რა გინდათ ამ ხალხს დაანებეთ, თავი მე გაზრდებთ ყველაფერზე პასუხს. მაგრამ თქვენ დაგეკავეს, ხო ნახავთ. არა, მე არაფერი, მე მაგას ვეუბნები დღესაც. დაგვაკავეთ ჩვენ ლიდერები. აი სწორედ ეს უნდათ, ამათ უნდა დაჩვენონ. რადგან სააკაშვილი გაიქცა ბრძოლის ველიდან, ამათ უნდათ რომ ვითომ ჩვენ ყველანი გავიქეცით ტყუიან
და ამათ უნდათ რომ ესე იგი ამ ხალხს ვისაც იჭერენ დააწერიონ ჩვენზე რაღაც ვისაც რა უნდა ისწეროს რაც არ არსებობს ბუნებაში იმას ვერ გააკეთებენ ვიმეორებ ჩვენი ბრძოლა გასურდა რეალურად მაშინ პოლიციას ანუ ჯერ დაგაკავეს შემდეგ მიგატოვეს ქუჩაში ანუ ამით რა უნდა გითხოთ პოლიციას უბრალოდ მათ არ აწყობდათ იმ მდგომარეობაში მყოფი თემურ შაშიაშვილი იმიტომ რომ სადაც არ უნდა მივიყვანე ვინმე გადაიღებდა ამას არ აწყობდათ დამტოვეს ქუჩაში დამწირეს პრაქტიკულად ეგონათ რომ მოვკვდებოდი რომ გამოვიხედე გითხარით გრიგოლაბაშიძის ქუჩაზე ვიცექი მე ვიფიქრე რომ სიზმარია და მეორე იმას გავიხედე უკვე ეკლესია არის იქ პატარა სამება და იმ ეკლესიასთან იმის შემდგომ პირველი ვისაც სამართალ იმას ურეკავდი ამ თქვა არასამთავრობო ორგანიზაციებს რომ ხედ მე ვთხარი რომ ძიმე მდგომარეობა ხალხი ხელებს შეკრულები ყავთ ფეხებით დადიან ადამიანებზე დედას აგინებენ ეუბნებიან რომ ჩვენი ამერიკა ჩვენია და თქვენ რუსეთის ამზე აგინებენ ლანძღავენ საშინელი მდგომარეობა ნახეთ მეთქი რა სიტუაცია დაურეკე ქალბატონ ბურჯანაძეს და უთხარი სასრაფოდ მივიდეთ ამერიკის საელჩოსთან ჩავატაროთ ბრიფინგი ან წავიდეთ იმაში რა ქვია ჩვენს ოფისში შევთანხმდით რომ ვატარებთ ოფისში ბრიფინგს მივედი ოფისში და დამხტა პოლიცია შევედი ჩიქ დააკავეს ეთქობა მე რო არ მეთქვა ის არ შევიდოდნენ იმ ოფისში მე შევიდნენ ამ ოფისში შემოვიდნენ ოფისში თანაც სასწრაფო დახმარების მანქანაც გამოიძახეს ნახეს უნძიბეს სასწრაფო დახმარების მანქანაბოს უნდა გადავიყვანოთ ეს საავადმყოფოში მე ვთხარი რომ მე არ მინდა საავადმყოფო არ ვენდობი დღეს მე თქვა არავის ამ იმას და ამიტომ მე თვითონ მოული ჩემ თავს მე ჩემი ჯანმრთელობაა და მე თვითონ ვული ამას ესე იგი 4-5 საათის განმავლობაში აღწერა მედიოდა გარეთაც არ გამიშვეს და გარეთ მე ვიუბნება სადაც გინდათ მოვდივარ ამ ფორმით და დამკითხეთ რაც გინდათ მოიყვანეთ აქ აბსოლუტურად არ აინტერესებს არა ვერ მოახერხეთ იმის გამო რომ თქვენ შორის თანხმობა რომ ისულიყავით არა ჩვენი თანხმობა ჩვენი შეთანხმება იყო ასეთი რომ მე ვუთხარი რომ ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს ვუთხარი რომ ჩვენ შევიკრიბოთ ოფისში ჩავატაროთ პრესკონფერენცია და წავიდეთ ამერიკის საელჩოსთან და გამოვაცხადოთ იქ შიმშილობან რაღაც დავიწყოთ ყველანი დავჯდეთ ეგ გეუბნებით რომ ეს საუბარი ხდება ღამის 4 საათის ფარგლებშია დილის 8 საათამდე მე იქიდან არ გამომიშვეს ოფისიდან დილის 8 საათამდე რომ გამოვედი წავედი პირდაპირ ტელევიზიაში ტელევიზია თეთრები და რომ მივედი შუქი იყო ყველაფერი როგორც დავჯექი პირდაპირ ეთერში იქელოდებოდნენ ჩემს გამოსვლას შუქი გამოიტოთ ეს შენობაში აი ნახეთ როგორ არის მე ვეუნები იქაც სუდად გავხდი მინდა რომ საავადმყოფოში არ მინდა წასვლა ვეუნები სასწავლო მიმიყვანეთ სახში სახლამდე ვერ მივალთ ეგ რაზე იმია ის თუ ადამიანს თავის სახლთან მისვლა არ შეუძლია და თელმა საქართველოს იზეიმა იმ დღეს იზეიმა ხელმძღვანელობამ ეს იყო ფორმალური ზეიმობა არავით არის სხვა რა რამდენია დაკარგული ამ აქციის შედეგად რამდენი 50-ზე მეტი ადამიანი დღეს დაკარგული შესახებ ვიცით იმის თაობაზე რომ ნახეთ ახლა გუშინ რომ ტყარმა გამორიყა რამდენიმე პიროვნება ხელებს შეკრული ზოგი ამბობს 2-ია ზოგი ამბობს 3 და ზოგი 4 ეს ტყარი ცხეთაში როგორც საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ეს და მე მხოლოდ ამ ინფორმაციას ვერ ვგნობი ეხლა არ მიუშვეს არავინ ამ იმასთან რომ მივიდნენ და ნახონ ჩატარდეს გამოკვლევა სერიოზული ნუ აშკარაა ის ორი ხელშეკრული რო იყო ეს წერია საერთოდ ეხლა რაც ავიკითხე მხოლოდ იმას გეუბნებით ის რომ თქვა ძალიან ბევრი პიროვნება როგორც ამბობენ 10-12 ადამიანია გარდაცვლილი და როგორც ამბობენ თქვა ძალიან ბევრი მძიმე მდგომარეობაშია და არ ამბობს ამას რომ არის გარდაცვლილი ნუ ეხლა თქვა ეს შიგნიდანაც გამოდის ეს ხმები და გაზეთებში იწერება ხო და აშკარად ჩანს მე არ ვამბობ იმას რომ მე გითხარით რომ ამბობენ მე რაც დადასტურებულია ლაპარაკობ დადასტურებულია ჩვენს მიერ რომ გენოციდია საქართველოს მოსახლეობის რაც არ არის დადასტურებული იქ ამბობენ წერია სხვაგან არის რაღაც დააშენო სიმართლეს რომ ებძვიან მოდით ყველას მინდა უთხრა აგერ ასეთი რამ ვინ დასაჯეს ყველაზე მეტად ასავალ დასავალის კორესპონდენტები ნახეთ არა რა გაუკეთეს მათ ჟურნალის ხვასი არ უნდა რეკცეოდნენ არა ნახეთ რა მეორე 25 არხი გამორთეს და მესამე პალიტრამ ერთ-ერთი სერიოზული ისინი 25 არხმა რაც გააკეთა ამას ისტორია უფრო დააფასებს იმიტომ რომ სულიად სხვა რაკურსით აჩვენა ის რასაც სახელმწიფო ეს იყო დიდი გაბედულება მე არა მარტო აქ რო ვარ მე ყველა ჟურნალისტს ყველას ვისაც ვეუბნები ვამბობ იმას რომ აი ესე იგი ბათუმის ამ არხმა აი მართლაც სამოქალაქო სიმამაცის რაღაც განსაკუთრებული ამაჩვენებს მე სამაგიეროდ ასე მდგომარეობაში აღმოგაჩინათ ხელისუფლებამ გმადლობთ დიდი მადლობა რომ მიყავით გადაცემა დიალოგის სტუმარი გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ